მართლა ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მქონდა თანამშრომლობა ბოლოს ბატონ აზორთან, იმიტომ რომ მე ვიყავი ხალხური რედაქციის მთავარი რედაქტორი, როდესაც ბატონი აზორი იყო ამ რედაქციაში და მქონდა მასთან შეხება, ამიტომ ესეც ძალიან დიდია ამბავია ჩემი ცხოვრების ჩემს ბიოგრაფიაში. მიშო ჯავახიშვილია ჩვენთან, რომელსაც კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბატონ აზორთან და მე რა მინდა, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ სტუდიაში ბატონ აზორზე არაერთხელ. მე მინდა ეხლა ვისაუბროთ მის დანატოვარზე, იმ ანსამბლზე, რომელსაც შენ ხელმძღვანელობდა, ესე ვთქვათ, გარკვეული პასუხისმგებლობა, ესეთი სიტყვა თითქოს გაცვეთილი, მაგრამ ნამდვილად არის. და აი რა გამოწვევები, რა სირთულე აქვს, როდესაც იბარებ ანსამბლს, რომელიც შექმნა, შემდგომ უდიდესი წარმატება მიაღწევინა ამ ანსამბლს თავისი ხელმძღვანელობით და ეს ხო არ არის მხოლოდ, ვთქვათ, ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელობს, ეს არის ადამიანები, რომელიც უნდა გააერთიანო არა მხოლოდ სიმღერით. აი ამაზე მინდა რომ დავიწყოთ საუბარი, რა დატოვა ბატონმა აზორმა და რა მიიღე შენ მისგან ის გამოცდილება, რომელმაც მოხდა საშუალება, რომ დღეს იყო ამ ანსამბლის ხელმძღვანელი. მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ანსამბლ რუსთავზე, ბატონ აზორზე. რა თქმა უნდა, წარმოვიდგინეთ, მთელი ბავშვობა, როცა ისმენ ანსამბლს. როცა ბავშვობის წლებიდან, მაშინ, როცა შეიძლება ის სიარულიც კი არ იცი და ხარ პატარა და სახლში ისმის ამლეთ გონაშვილი, რამინ მიქაბერიძე. შემდეგ იზრდება ეს ისტორია, ამას ყველაფერს უყურებ. მე უკვე პროფესიული კუთხით იწყებ დაინტერესებას და იმ გზაზე სვლას, რასაც ქვია უკვე პროფესიად ამ საქმის მიყოლა. შეძენა, კი? და დადგა ის დრო, როცა აი ანსამბლს როცა მე ალბათ სიტყვას ვერ ვაბამდი ბავშვობაში, ახლა მიწევს აი ამ ანსამბლის ხელმძღვანელობა და თან ბატონი ანზორ ერქომაიშვილის შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს შემდეგ სიტყვა, რა თქმა უნდა, არის პირობითად ნათქვამი ახლა, იმიტომ რომ ბატონი ანზორი 5 წელი გავიდა, რაც ჩვენ შორის აღარ არის. მაგრამ ეს 5 წელი, გავლილი ყოველი წელი არის უფრო მეტი, როგორ გითხრათ, აი უფრო მეტი ფიქრის, პასუხისმგებლობის და უპირველესად პასუხისმგებლობის და ფიქრის ნაწილი, რომელიც გულისხმობს, რომ შენ რომ დღეს რეპეტიციაზე მიხვალ, რას აკეთებ ამ რეპეტიციაზე. და ეს რეპეტიციის ფორმა, როგორც მოცემულობა, რომელიც მე ვიცოდი ანზორ ერქომაიშვილის ფორმატი რეპეტიციის როგორ ტარდებოდა ამ შემთხვევაში. ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა, ვინც მღერიან ანსამბლში, იმათმაც ხო იციან ეს ყველაფერი. ანუ შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ ახლა მე ვარ ხელმძღვანელი ამ ანსამბლის და მოდი მე როგორც ფიქრობ მუსიკალურად, შეიძლება ვიღაცისთვის უკეთ, ვიღაცისთვის არა, ამის უფლება არა. ანუ ვფიქრობ, რომ ის ხაზს გაყვეთ. ყველაზე მთავარი და ჩვენი და ჩემი როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის, ასევე დირექტორი ანსამბლის ია მაკაცარიისთვის, მთელი ჯგუფისთვის, მომღერლებისთვის, მთელი შემადგენლობისთვის მთავარი არის, რომ ის გზა, რომელიც ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა დაიწყო 1968 წელს და უკვე 60 წლის ხდება 2 წელიწადში ანსამბლი, ხომ? აი ეს არ დაირღვეს. რატომ ის ეს უნივერსალური გზა, ნახეთ, მე რას მაინც უცნაური კითხვა უნდა დავსვა, ალბათ შეიძლება არც. ყოველი შემოქმედი, რომელიც მიდის უკვე არსებულ კოლექტივში, რა თქმა უნდა, შემოქმედის შინაგანი სურვილის და მისი შემოქმედებით ბუნებაც ის არის, რომ თავისი შეიტანოს. რა თქმა უნდა. თავისი შეიტანოს, თუნდაც იმ კლასიკურ ჩარჩოში, თუნდაც იმ მოწყობაში, ასე ვთქვათ, სტრუქტურაში ანსამბლის, რომელიც ამ შემთხვევაში ანსამბლს თავზე მაქვს საუბარი, მაგრამ დრო იცვლება, ბატონმა ანზორმაც თავის დროზე მოახდინა ძალიან დიდი რევოლუცია, შეიძლება ასე ითქვას, კარგი გაგებით მე ამას გულისხმობ, როდესაც მოახდინა ამ ხმების არა მარტო შეკრება, ჰარმონია და სულად განსხვავებული ჟღერადობა მისცა, თორე ქართული ხალხური სიმღერად მრავალი საუკუნეა არსებობს, ხო, ჩვენს ისტორიაში. რატომ იყო გამორჩეული ბატონი ანზორის ხელწერა, ხო? აი ეს სურვილი, რომ შენ ამ ძალიან დიდ კოლექტივს, 60-ლიან კოლექტივს შემდგომ უკვეთლების განმავლობაში მიშო ჯავახიშვილმა თავისი ხელი დაატყოს, ეს არა? ნახეთ, რა თქმა უნდა, ეს არის, მაგრამ რას ვამბობ, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი
შეიძლება რუსთავში მოსულიყო ძალიან კარგი მომღერალი. მაგრამ ის არ ყოფილიყო იმ ბალანსში. ჩვენ ძალიან ბევრი მომღერალი ხა სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. ვიცით რომელსაც რუსთავში არ უმღერია. იმიტომ კი არ უმღერია რომ რაღაც პრობლემა იყო. უბრალოდ აი ბატონი ანზორი შეიძლება იმას იმ ბალანსში ვერ ხედავთ. აი ესაა დანიშნულობა. ერთი მეორის გვერდში ამოდგომით, აი რატოა მაგალითად ჩვენთან ანსამბლში მღერის ბატონი რამინ მიქაბერიძის შვილი. როგორც კი პატარა რამინ მიქაბერიძე ანსამბლში დგას, ჩვენ ყველას გვახსენდება 80-იანი წლების ჩანაწერები, როცა გალობენ. და აი ბატონი რამინის აი ტემპრალურად იმდენი საერთო მომენტი აქვს და მთელ ბალანსში მოდის. ანუ ბატონ ანზორმა ზედმიწევნით იცოდა ბალანსში ანსამბლის სრული თვისება. ინდივიდუალურად შესაძლებელია ყოფილიყო ვინმე შედარებით ისეთი მომღერალი, რომელიც სოლისტი არ არის მაგალითად და უფრო მასის მომღერალია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსთავის ჟღერადობაში მისი ტემბრალური ფერი არ იყო მაგალითად დამაკმაყოფილებელი. ანუ შეიძლება ასეთიც უფრო დამაკმაყოფილებელი იყოს. ბატონო, რა თქმა უნდა. აი ამიტომ მთავარი ხაზი ჩემთვის ამ შემთხვევაში არის ამით ხელმძღვანელობა. თაობები იცვლებიან, მომღერლებს გულისხმობთ ახლა რუსთავი. რამხელა შემადგენლობაა მოიხსენებათ. თაობები იცვლებიან, მაგრამ ბალანსის კუთხით ანსამბლმა უნდა შეინარჩუნოს ის ჟღერადობა, რითიც დაიწყო ეს ყველაფერი. დღეს ძალიან ბევრი ანსამბლია. ყველას თავისი სტილი აქვს, ყველას თავისი მიმართულება აქვს. რეპერტუარის მხრივ და ასე შემდეგ. რუსთავი არის ანსამბლი, საიდანაც ეს ანსამბლები წამოვიდა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ სახელმწიფო ანსამბლს, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს და მას თავისი სტილი აქვს და ის თავისი მიმართულებით ვითარდება და წარმატება, რა თქმა უნდა, მათ მომავალ, მაგრამ აი ახალგაზრდების შემადგენლობა ყველას სწორება ჰქონდა ანსამბლ რუსთავზე. ანსამბლ რუსთავზე მარტო შესრულების კუთხით არა, სცენაზე დგომის კულტურის, ჩოხის მორგების და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ვინმე უფრო უკეთესად იცის, როგორ უნდა მოირგოს რუსთავის მომღერალმა. უბრალოდ ეს არის მოცემულობა, ეს არის, აი როგორ გითხრათ, ხანდახან ვადარებ ხოლმე აი სვეტი ცხოველს და ჯვარს, აი ესეთი ძეგლს ანსამბლს, რომელსაც თუ კი ვფიქრობთ, რომ რაიმე შეიძლება შევიტანოთ რეპერტუარის კუთხით განახლებული მხარე, ან აღვადგინოთ, ან გავაკეთოთ ისეთი ახალი, რომელსაც საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ 1000-ზე მეტი სიმღერა აქვს ანსამბლში ჩაწერილი, წარმოიდგინეთ და რა უნდა მოძებნო ახლა შენ ისეთი, რომ არ კონდეს რუსთავს რომელიმე თაობის შესრულება. მაგრამ სტილისტურად ამის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დავალებაც ასეთია ამ შემთხვევაში, შიდა იმაში რომ ჩაგახედოთ ხო? გასაგებია, რომ რუსთავმა ეს უნდა შეინარჩუნოს. რუსთავი უნდა იყოს ის კლასიკა, რუსთავი უნდა იყოს ის ფერი, რომელიც სულ უნდა ჟღერდეს და არ უნდა შეცვალოს, მაგრამ ეს შიგნით სიღრმისეულ შემოქმედებით ცვლილებებს და ეს არის სწორედ სირთულე. ეგ სირთულე აი ამაში მოაქვს. მიშა და ჩვენ საუბრის ბოლოს სანამ გაგიშვებთ სამყარო და მოვიდეთ მართლაც აი ასეც ახლა ვსაუბრობთ ამ უნიკალურ ბალანსს, რომელიც ამ ანსამბლს გააჩნია. ხა ბალანსი ახსენე და ბუნებრივია ხმათა შეწყობა, რასაც ბატონი ანზორი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა და ამითია ეს ანსამბლი ძალიან ცნობილი და მნიშვნელოვანი და გამორჩეული. ამას გარდა ახლა ძალიან სიტყვათა გამახსენდა თუ გვერდზე ყოფი არ გიყვარს ვერ იმღერებო. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბატონი ანზორი ამასაც აქცევდა ყურადღებას, რომ შექმნას თანამოაზრეთა კოლექტივი. ანუ ეს ადამიანები ხო ერთად კიდევ არსებობენ, ცხოვრობენ, ერთად დადიან გასროლზე. ანუ ექცევა თუ ყურადღებას სწორედ იმ თვისებებს პიროვნულს და პროფესიისადმი დამოკიდებულებას. შეიძლება ძალიან კარგად მღეროდე, მაგრამ დისციპლინა, რაღაცა თვისებები იყოს ისეთი, რომელიც ვერ ჯდებოდეს კოლექტივში. ეს კოლექტივია, მაინც ეს ერთობლივი წარმოებაა. დღეს ანსამბლში შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ნაწილი არის ბავშვობიდან ერთად გაზრდილი სხვადასხვა ანსამბლებში. ანუ ჩვენ ვიცით ერთმანეთის ყველა თვისება, ჩვენ ვიცით ერთმანეთის ყველა პლუსი და მინუსი. და
ვითვალისწინებთ ერთმანეთს და აი ეს ფორმა ურთიერთობის ამ შემთხვევაში უკვე გამოიხატება, როცა ჩვენ სცენაზე ვდგავართ ერთმანეთს და ჩვენ ვიცით ერთმანეთის ამოსულ თქვა. სად შეიძლება გაუჭირდეს რომ მე ეს ხაზი მას ამოუდგენ მხარში და გავატარო, იმიტომ რომ ეს საქმე არ გაფუშდეს. აი ამ ურთიერთობებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. როგორც კი ასეთ შემადგენლობაში, თან ასეთ საპასუხისმგებლო ისტორიის ანსამბლთან, ხო? იქ გაჩნდება პატარა ბზარი, ჩათვალეთ რომ ვეღარ იმღერებ გვერდზე მყოფის რეპეტიციაზე. მიშო, ძალიან დიდი მადლობა. რა ფრაზა გახსენდებათ, რა რჩევა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გადგებათ, ბატონი აზორი? უპირველესი წეგან თქვენ თქვით, ეს არის უნდა გიყვარდეს შენი გვერდში მდგომი სიმღერა კარგად გამოვიდეს. აი, ასე მოვდივართ ჩვენ ბავშვობიდან ეს გვესმის. და ჩვენი წინაპრების უდიდესი პატივისცემა და იმ ჩანაწერებს, რომელიც ბატონმა ანზორმა მოიძია მთელი მის ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა არქივებში გაბნეული, აი ამ ჩანაწერებს რო ვისმენთ, ეს ჩანს, ეს დამოკიდებულება ჩანს, როცა 80-90 წლის ადამიანები ერთმანეთთან როგორ შეხმატკბილებულად მღერიან. ეხლა რას გვიმღერებთ დღეს და ჩვენ სწორედ გვაქვს პატარა ფრაგმენტი, რომელსაც ეხლა სანამ თქვენ სიმღერას დაიწყებთ, გავუშვებთ სწორედ აქედან. ეს არის სპეციალურად შექმნილი სიმღერა ჰამლეთ გონაშვილისთვის, თუ ასე ტურფა იყავი. არასდროს არ ამბობდა ბატონი ანზორი კონკრეტულ სიმღერაზე, რომ ის იყო ავტორი ამ შემთხვევაში. დაამუშავა მან ეს სიმღერა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს და სხვა სიმღერები, როგორც მისი ავტორობით არის შექმნილი ამ შემთხვევაში. ტექსტი არის ნათელა გელაშვილის, რომელიც ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზიის საღამოზე მოისმენა და სპეციალურად ჰამლეთ გონაშვილისთვის შეიქმნა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ორმესი მადლობა. ჩვენ ახლა დავტყბებით და მოვისმენთ სწორედ ამ სიმღერას და მე დავემშვიდობები აქვე მაყურებელს. მანამდე კი გავიხსენოთ მცირე ფრაგმენტი, სადაც ბატონი ანზორი თავად აი სწორედ ამ სიმღერასთან დაკავშირებით. არის ეს ფრაგმენტი, ჩვენ გემშვიდობებით ორშაბათამდე და გიტოვებთ ანსამბლ რუსთავს ბედნიერად. ნახვამდის. ვასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო? იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიაო? ახლა სხვა მებაღე შამხდა ალერსით გამაღვიაო? ტკბილადაც მამი გურგურა კალთაზეც დამარწიაო. სიყვარულისთვის გული არ
გადარო